დიდი ხანია ეს არსებობს დედაშვილობის და მამაშვილობის დადგენის ტესტები. Პატრიარქი იყო ერთადერთი, რომელიც კი გვედგა გვერდში და მთელი კვლევა ფაქტობრივად მისი დაფინანსებით. თვითონ მე აღმოაჩინეთ რა აქამდე უცნობი იყო ჩვენთვის. ვინ იყო პირობითად, თქვათ, გინდა საქართველოს სამეფო დინასტია, გნებავთ ნებისმიერი გვარები, გნებავთ საიდან წარმოიშვნენ ქართველები და რა კავშირი აქვს მათ ერთმანეთთან. მშობლები დაკარგულ ბავშვებს ეძებენ და ხსნიან საფლავებს, იქ არ არის ცარიელია და ეუბნებიან, რომ გაქრებოდა თავისთავად, იმიტომ რომ წლები არ ინახება და ამ დროს რამდენი საუკუნის წლებია რეალურად შენახული და უნდა. 2-3000, 4000 წლის წინანდელი საქართველოში რომ ამოვიდა ეს ნამარხი ძვლებიდან დნმ-ი ზუსტად იმ დნმ-ს ვატარებთ ჩვენ დღეს. ბატონო გიორგი, რამდენად შეიძლება ამ გენეტიკური კვლევით გაშვილებულმა ბიჭმა გაიგოს რა გვარია? როგორ შეიძლება? არის შესაძლებელი. ხალებს, ხო, ვიწრო ეთნიკური, გენეტიკური მახასიათებელი არ აქვთ. ევროპაშიც და აზიაშიც მამის ხაზით ეძლევა, ქალს ეძლევა კაცის გვარი. ხო. ეთყობა ის ატარებს რაღაც აი ამ ეთნიკურ თავისებურებას და ქალები ყოფიან რასებად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გავიტესტოთ. კი, უნდა გავიტესტოთ და ამიტომ ამბობ, რომ გვასწრებენ პატარ-პატარა ეთნიკური ჯგუფები და ჩვენ რომელთაც საამაყო გვაქვს ჩვენი წარმომავლობა, ხო, ამასი ცოტა მოვიკოჭრებთ.